სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. შემთხვევითი არ არის, რომ დიდი მართვის წინ მოსამზადებელ ჟამს ეკლესია შეგვაგონებს წმინდა წერილის საფუძველზე იგავით მეზვერისა და ფარისეველის შესახებ. თითოეულმა ჩვენთაგანმა ამ დიდებული დღეების დაწყების წინ კიდევ ერთხელ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში. როგორია ჩვენი ცხოვრების წესი? ისეთი, როგორიც ჰქონდა წესად ფარისეველს თუ ისეთი, როგორიც ჰქონდა წესად მეზვერეს, მონანქს. ფარისეველთა სექტა არსებობდა ძველ დროს. ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს და ხალხი მათ ყოველთვის ზიზღით უყურებდა, რადგანაც ისინი გარეგნულად იცავდნენ ჟულს, ხოლო შინაგანად შორს იყვნენ ღმერთისაგან. და ასე თაობამდე გადმოეცემოდა სწავლება წმინდა წერილისა ფარისეველთა შესახებ და დღესაც ყველასთვის გასაგებია, როდესაც ვამბობთ თუ რას ნიშნავს ფარისევლობა, ბავშვსაც კი ესმის. რადგანაც ეს ყოველი ჩვენთაგანისათვის ცხოვრების წესი ფარისევლური მიუღებელია, მაგრამ შინაგანად კი ჩვენ მართლაც ასე ვცხოვრობთ. კი ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ფარისევლობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხომ არ ვემსგავსებით ჩვენი აზროვნებით თუ ცხოვრების წესით ფარისევლებს. ამიტომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამის შესახებ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ შეგონებანი წმინდა მამებისა, განმარტება თუნდაც ამ ეპიზოდისა და შემდეგ თუნდაც მცირედი სარგებელ მიღებული გავიდეთ ამ ტაძრიდან, რადგანაც ტაძარში მოსვლა მარტო არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ განმარტებული ღვთის წინაშე. არამედ რაღაც უნდა მივიღოთ ისეთი, რომელსაც ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესად დავნერგავთ და შევეცდებით, რომ დავემსგავსოთ მონანულ მეზვერეს, რომელიც სულ დღენია და გამბობდა ღმერთო მილხინე მეწოდილსა ამას. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა ამბობს: ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხული სახარებისაგან. ერთი კაცის ლოცვა იქნა ნაყოფიერი, ღმერთმა მიუტევა მას მრავალნი მისთინ ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკლესიიდან განმარტლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დარჩა უნაყოფო. არა თუ არა მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო ძმანო ამის მიზეზი? დიდად საჭირო არ ჩვენთვის ყოველთვის გამოვიკვლიოთ ეს საგანი. ჩვენ ყოველნი მივდივართ ტაძარსა შინა ლოცვად, მასადამე საჭირო არს ჩვენთვის შევიტყოთ, რომელი ლოცვა გაამართლებს კაცს და რომელი არა. რა სახით ილოცეს ამ ორთა კაცთა? ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან. ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი, ტაცებელ ცრუ მემრუშე, გინდა ვითარცა ესე მეზვერე, ვიმარხავ ორგზი შაბათსა შინა, ათეულსა შევსწირავ, ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
აჰავით არ აღწერს მაცხოვარი ლოცვასა ფარისეველისასა და რისთვის დარჩა ეს ლოცვა უნაყოფოდ. ამას არ უნდა დიდი განმარტება. თვით შენ გრძნობ ძმაო ჩემო, რომ უგუნურთა ამათ სიტყვათა შინა ფარისეველმა გამოაჩინა ერთი მხოლოდ ამპარტავნება თვისი. აქ მე სხვა რაიმე უნდა გითხრა ძმაო. როდესაც გესმის შენ ეს უგუნური ლოცვა ფარისეველისა, არ გაგახსენდება რაიმე მსგავსი ამის ცხოვრებისა შენისაგან. მაღალნი და უგუნურნი სიტყვანი ფარისეველისანი არ მოგაგონებენ შენ საკუთართა შენთა, ანუ რომლისამე მცნობისა შენისა სიტყვათა. ხშირად დავემსგავსებოდი ჩვენ ძმანო, ჩემნო ფარისეველსა ამას. ვინც ის რაოდენგზის ზოგიერთი კაცი ამართლებს თავის თავს მსგავსად ფარისეველისა ამის, მით რომ იგი მადლობა ღმერთს არ არის ქურდი, კაცის მკვლელი და მემრუშე. რაოდენგზის მოხდება, რომ ოდესაც მამა თავის შვილს, ანუ უფროსი თავის ქვეშ ევრმდომს, დაემდურება და აყვედრებს რომელსამეც ცუდსა საქმესა, მაშინ იგი იტყვის მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი და კაცის მკვლელი არა ვარო. ანუ როდესაც მოძღვარი ამხილებს თავის მოწაფეს და უხსნის, რა ცუდი საქმე უქნია, მაშინ იგი იტყვის მადლობა ღმერთს, ჩემზე უარესიც არიან. ერთი სიტყვით თითქმის ყოველ კაცს აქვს ის სული და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომ არიან ბევრნი მასზე და უარესნი. არა ვარ მე ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ჰოი უგუნურებასა შენსა ფარისეველო, შენ თავი დიდად მიგაჩნია, მხოლოდ მისთვის, რომ არიან ზოგნი შენზე უარესნი, არ ხარ შენ ყოველთა უცუდესი. უკეთ უქსურს შენ ძმაო შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენზე უმჯობეს შეადარე შენი თავი. ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთო მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა და საქმით. არა ვარ მე ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არ ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, მაგრამ ემსგავსები კაცთა წმინდათა. ვსთქვათ, რომ შენ არ ხარ ბოროტის მოქმედი, მაგრამ არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ აქონდეს, არამედ მადლი უნდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმა შენ გიწოდა სიწმინდისათვის, სათნოებისათვის, სასუფეველისათვის. უკვე თუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისადმი, მას სადმე რით განმართლდები. არა ვარ მე ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. რა არის მაო ჩემო სიტყვათა ამათ შინა შესანიშნავი და განსაკვირველი. ის რომ ესეთითა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიც ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არ არის ავსებული ყოვლითა ბოროტებითა და არის ავსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმინდა, ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესეთთა სიტყვათა. იგი არის თავდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკვე თუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შემუსრავს გულსა მისა. იგი სიმდაბლესა შინა თვისა ყოველთვის, რაც თავის თავს დანაშაულად და ცოდვილად ღვთის წინაშე. მას არ აქვს იმედი თავის, არამედ ღვთისგან ელის განმართლებას. შენ მხოლოსა შეგწოდე ღმერთო, მე მხოლო მან განვამწარენ წიაღნი მამულნი შენი. უარესი ვარ მე და უცოდვილესი ყოველთა კაცთა, აჰარას ლოცულობდნენ მარადის უდიდესნი წმინდანი, რომელნი იყვნენ აღსებული სულითა წმინდითა და სასწაულთ მოქმედნი. ხოლო ფარისეველი იქადის, იგი არათ რაც ზოგიერთად ცოდვასა, იმას ცოდვად მიაჩნია მხოლოდ უსაშინელესი ცოდვანი, ვითარცა მტაცებლობა, მრუშება, კაცის კლა. უკვე თუ ესენი არ უქმნია მას, იმას თავისი თავი მიაჩნია წმინდად. მაგრამ
რას გვეთყვის კიდევ ფარისეველი ესე. იგი გვაჩვენებს ჩვენ ვითომც მას აღუსრულებია მრავალნი სათნოებანი. ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა სათნოებანი ფარისეველთა. მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არათვით სათნოება. ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, მაგრამ შინაგანი სიწმინდე არ მოემატა, სული და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება კაცს ამას, რომელი გზასა ზედა დგას და წინ არ მიდის. ცხადი არის, რომ ესრეთი კაცი მოსაჩვენებლად, ესე იგი ფარისევლობით აღასრულებს ესეთა გარეგანთა საქმეთა. ხოლო ახლა მივიქცეთ მეზვერისადმი და შევიტყოთ, როგორ ლოცულობდა იგი. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზიახილვად, არამედ იცემდა მკერცა და იტყოდა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ცხადი არის, თუ ვითარითა სიმდაბლითა გრძნობითა და შემოსრულითა გულითა ლოცულობდა მეზვერე იგი. მან შეიგნო თავისი მდგომარეობა. იგი აღარ ატყუებდა თავის თავს. ვინც ის იქნება ისიც კი ორგზის იმარხვიდა, ვითარცა ფარისეველი შაბათსა. უთუოდ იგიცა ათეულს აძლევდა მონაგებისაგან თვისისა, ვინაიდან იგიცა იყო ებრაელი, ხოლო ებრაელნი მტკიცედ აღასრულებდნენ ესეთთა მცნებათა. მაგრამ როგორღა გაახსენდებოდნენ მას ესეთი ფუჭნის საქმენი, ვინაიდან გული მისი იყო შემოსრული, მას ახსოვდა მხოლოდ თავისი უღირსება და თავისი ცოდვა. ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა, ბევრ სიტყვას არ ამბობს იგი, ნაცვლად სიტყვათა ისმის ოხრა მისი და გულისცემა. ვინც ღრმად გრძნობს, ვისი გული არის აღელვებული, იგი ბევრს ვერ არასიტყვის, ან რათ უნდა ღმერთსა სიტყვანი შენი ძმაო. ღმერთი ხედავს შენ გულს, იგი ხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სტყვის შენცა ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა. ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას. და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა გილხენს და გაცხოვნებს შენ. ამინ. წმინდა მამები სიმდაბლის შესახებ შეგვაგონებენ. კერძო წმინდა ისაა გასული. ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას. ღვთისათვის კი თავდაბალი სულია სათნო. დიდია იგი, ვინც ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას გრძნობს. რაც უფრო თავდაბალი ადამიანი, რაც უფრო ღატაკი და არარაობაა იგი საკუთარ თვალში, მით მეტად ამაღლებული და ძვირფასია იგი ღვთის წინაშე. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, სინანული დაცემულს წამოაყენებს, ცოდვებზე ტირილი სასუფეველის კარს უკაკუნებს, თავდაბლობა კი ხსნის მათ. ერთი ბერი მეორესთან მივიდა, საუბრისას ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა, მე მოვკვდი სოფლისათვის. მეორემ კი უპასუხა, ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი, მანამ ვიდრე ამ სხეულიდან არ გახვალ, რადგან თუმცა ამბობ რომ მოკვდი, სამაგიეროდ სატანა არ მომკვდარა. ანუ ჩვენც გვახსოვდეს, რომ ეშმაკი არ მომკვდარა, იგი დღემიადაგ ჩასაფრებულია და ელოდება წამს, წუთს, რომ ჩვენ მოვადუნოთ სიფხიზლე, გონება ჩვენი მიწიერმა წარიტაცოს და შემდეგ რომელიმე ცოდვით დაგვცეს. ამიტომ ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ და ერთ-ერთი ძლავრი იარაღი განმაპირობებელი ჩვენი მტკიცედ დგომისა არის სწორედ
ის დიდი სათნოება, რომელსაც თავდაბლობა ქვია, რომლის შესახებაც დღეს წმინდა წერილი გვესაუბრა, ღმერთი გვესაუბრა, გვასწავლა და წმინდა მამებმა შეგვაგონეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვეხოთ.